დაუბრუნდით და როგორც რეკლამამდე დაგვირდით ძალიან საინტერესო თემაზე ვიწყებთ ჩვენ სტუმართან ერთად საუბარს და განსაკუთრებით ეს ამბავი დააინტერესებთ ბაგა ბაღის ასაკის შვილი ბავშვების მშობლებს. ბატონი თემურ თორდინავა თბილისის საბავშვო ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელია ჩვენი სტუმარი და მასთან ერთად გავივლით იმ მნიშვნელოვან საკითხებს, ეს შეეხება ცვლილებებს, ბაღის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, პედაგოგების გადამზადებას, მოკლედ ყველა იმ საკითხს, რაც ამ მიმართულებით იგეგმება და ხორციელდება კონკრეტულად ამ წუთებში. მაგრამ ჩვენ სტუდიაში მახსოვს ვისაუბრეთ ამ თემაზე, ოღონდ მაშინ იწყებოდა ასეთ რეფორმა და ახლა ორმაგად უფრო საინტერესო როგორ მიმდინარეობს და რაც თავარია სააგენტო როგორ ახდენს ამ ყველაფრის მონიტორინგს და აუცილებლად უნდა დავიწყოთ ერთი ცხელი და მნიშვნელოვანი თემით, რომელიც თანამშრომლების სამსახურიდან ასე ვთქვათ გათავისუფლებას ეხება, რა იყო მიზეზები, რა კონკრეტული დარღვევები იყო გამოვლენილი და თანმიმდევრულად ვისაუბროთ შემდეგ ყველაფერს. გისმით. დრო გვაქვს. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება განთავისუფლებების საკითხს 2014 წლის შემოდგომიდან, ანუ სექტემბრიდან, როდესაც ახალი ადმინისტრაცია შეუდგა მუშაობას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში, ჩვენ გავააქტიურეთ მონიტორინგი ყველა მიმართულებით, ჩამოყალიბდა მონიტორინგის სამსახური და მონიტორინგის სამსახურის დასკვნის შედეგად დავიწყეთ სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. მათ შორის მაინტერესებს მონიტორინგის სამსახური რა სისტემით მუშაობს და რა პერიოდულობით ხდება მონიტორინგი ხორციელდება ყოველდღიურად, ოღონდ რა თქმა უნდა სხვადასხვა საბავშვო ბაღებში და სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით ჩვენ ყურადღებით მონიტორინგს უწევდით კვების ბლოგს, გამომდინარე იქიდან, რომ ამ მიმართულებით ჩვენ დავიწყეთ რეფორმის განხორციელება და აღნიშნული რეფორმის მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეფორმამ ერთის მხრივ ჩარჩოში მოაქცია იგივე ვთქვათ მიწოდების მიმართულება და ასევე ხარისხზე უმკაცრესი კონტროლი დავაწესეთ. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი იყო ვთქვათ იგივე სამზარეულოს ბლოკში რა ხდებოდა და იქ მომუშავე ადამიანები რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებდნენ იმ ვალდებულებებს, რომელიც მათზე დაკისრებული იყო შესაბამისი ხელშეკრულებებით. მე არ ვსაუბრობ ყველა საბავშვო ბაღზე, რა თქმა უნდა არა, მაგრამ იყო საბავშვო ბაღები, სადაც განმეორებითი დარღვევები იყო სამზარეულოს ბლოკში, იყო საკვებ პროდუქტების გადამალვის ფაქტები. ჩვენ ამ შემთხვევაში დირექტორს მივეცით გაფრთხილება, ანუ დისციპლინარული სასჯელის სომა, ხოლო რამოდენიმე თვის შემდეგ, თქვათ 3-4 თვის შემდეგ, თუნდაც 2 თვის შემდეგ იგივე საბავშვო ბაღში მონიტორინგის შედეგად თუ გამოვლინდებოდა იგივე ან სხვა ტიპის დარღვევები, ამ შემთხვევაში დირექტორი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მაგრამ გარდა დირექტორისა, ვთქვათ, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში თანამდებობიდან გავანთავისუფლეთ სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მომუშავე ადამიანები, რომლებსაც წესდებით და შინაგანი წესით უნდა ქონოდათ უმაღლესი განათლება, მაგრამ წლების წინ ეს ადამიანები, ანუ არაკვალიფიციური ადამიანები დაინიშნა სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე ბაღებში, გარდა დირექტორის. და ზუსტად ეს იყო იმ თქვათ საკითხების გარშემო თემები, რომელიც თავარი დარღვევები მიმდინარეობდა საკვებთან დაკავშირებით და ასევე რამდენად კვალიფიცირებული იყვნენ ის თანამშრომლები, რამდენად შეესაბამებოდა იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომელიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებით წესდებაში და შინაგან წესში გაწერილი აქვს თანამშრომლებს, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მომუშავე ადამიანებს. ყველაფერი აქედან გამომდინარე, ჩვენ 50-ზე მეტი ანუ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მომუშავე ადამიანები ვთქვათ, მათ დატოვეს 2014 წლის შემოდგომიდან მოყოლ დღემდე და ამავდროულად მინდა ხაზი გაუსვა, რომ 20-მდე საბავშვო ბაღის დირექტორი ამ პერიოდში განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სხვადასხვა დარღვევების გამო. მათ შორის იყო იგივე ფინანსური ტიპის დარღვევები. ანუ მონიტორინგი ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს საბავშვო ბაღებში, არა მარტო სამზარეულოს ბლოკის მიმართულებით, არამედ სამგზავრო მეთოდოლოგიური მიმართულებით,
ფინანსური მიმართულებით მოგეხსენებათ რომ 161 ბაღია და 161 ბაღში თქვათ ერთი მონიტორინგის სამსახური რომელიც დაკომპლექტებულია 5 თანამშრომლით რაც თქმა უნდა ვერ მოიცავს ყველა საბავშვო ბაღს. ამიტომ შეიძლება რომელიღაც საბავშვო ბაღში დღეს შევიდეს მონიტორინგი და იგივე საბავშვო ბაღში რამოდენიმე თვის მერე მოუწიოს შესვლა გამომდინარე მოცულობიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელობითი დარღვევა შეგვიძლია ასე ვთქვათ, რაც მშობლისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად ხშირია მსგავსი ტიპის დარღვევები და რამდენად გვხდება სამწუხაროდ ასეთი შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები რბილად რომ ვთქვათ, ცუდად ექცევიან ახალს. ასეთი შემთხვევები იყო ერთეული შემთხვევები, მე რაც მახსენდება ვთქვათ იმ პერიოდის განმავლობაში და ეს ერთეული შემთხვევებიც ჩვენ შესაბამისი ღონისძიებები და შესაბამისი რეაგირება განვახორციელებთ ამ მიმართულებით. თუმცა ვთქვათ დღესაც თუ რომელიმე საბავშვო ბაღში მსგავსი ტიპის დარღვევა სამომხდელო მეთოდოლოგიური მიმართულებით გამოვლინდა ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურ მონიტორინგს ვაწარმოებთ და შესაბამისი რეაგირება და ღონისძიება იქნება ამ მიმართულებით გატარებული, მაგრამ ის რომ ვთქვათ წინა წელს ანგარიშთან დაკავშირებით იყო ვთქვათ კონკრეტული ციფრები თბილისის მაგალითზე 2014 წლის განმავლობაში ვთქვათ 2014 წლის სექტემბრიდან იანვრამდე ასეთი ტიპის შემთხვევები იყო ერთეული შემთხვევები შემცირებულია. რა თქმა უნდა შეგვიძლია ვთქვათ პრაქტიკულად ძალიან იშვიათ შემთხვევაში ისიც ძალიან უმნიშვნელო დარღვევა ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად და ძალიან სასიამოვნოა რომ ესეთი ფაქტები არის ძალიან ჩვენ საუბრობ ფსიქოლოგიურ ზეწოლებზე და ძალიან ცოტა, მაგრამ მე რაღაც მინდა კითხოთ რომ შეიძლება შეგაწყვეტინებ. ამ მასწავლებლების გადამზადება თუ მიმდინარეობს, იმიტომ რომ ეს მე მგონია რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ ჰქონდეთ ასე ვთქვათ კარგი კვალიფიკაცია საიმისოდ რომ იკონტაქტონ ეს იყო მეთოდოლოგიის ინფორმაცია და რა თქმა უნდა ეს იყო ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა და მსხვილი პრობლემა საბავშვო ბაღების სისტემაში რაც ახალ ადმინისტრაციას დახვდა ერთ-ერთი მსხვილი პრობლემა იყო ჩვენ დავიწყეთ ყველაზე სენსიტიური თემებით ასე ვთქვათ 60% ბაღებში ფსიქოლოგის და ლოგოპედის შტატი არ იყო საერთოდ ანუ გააუქმეს ერთ დროს და მე როდესაც ანალიზი გავაკეთე ამ მიმართულებით და სიღრმეებში ჩავიხედეთ მე ვერ ვიპოვე მიზეზი თუ რატო გაუქმდა ფსიქოლოგის და ლოგოპედის შტატი მოქმედ საბავშვო ბაღებში და სწორედ ამიტომაც ჩვენ ამ მიმართულებით გამოვაცხადებთ ტენდერი და მოქმედ საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგები და ლოგოპედები გადავამზადეთ და ილიას უნივერსიტეტმა გადაამზადა და ასევე ჩვენ დაგეგმილი ყო ყველა საბავშვო ბაღში დაუშვით ფსიქოლოგის და ლოგოპედის შტატი და მე ვფიქრობ რომ 2016 წლის სექტემბრიდან ანუ ახალი სამომხდელო წლიდან უკვე ყველა საბავშვო ბაღში იქნება გადამზადებული ფსიქოლოგები და ლოგოპედები რომლებიც იმუშავებენ ერთიანი სისტემებით, ერთიანი გზამკვლევებით და ერთიანი მეთოდოლოგიით იმიტომ რომ კიდევ ერთ-ერთი პრობლემა რაც საბავშვო ბაღებში აღმოჩნდა ის იყო რომ იგივე ფსიქოლოგები და ლოგოპედები მუშაობდნენ ინდივიდუალური მიდგომებით ანუ პროგრამებით, მეთოდებით, რომელიც ასე ვთქვათ, ერთგვარი პრობლემა იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ისეთი რეფორმა, რომ ერთიან სისტემაში და ერთიან ჩარჩოში უნდა მოგვწეს. რა თქმა უნდა, შეიძლება მიდგომები იყოს განსხვავებული მაგრამ სისტემა და მეთოდოლოგია უნდა იყოს ერთიანი, ამ მიმართულებით უკვე იქმნება, იბეჭდება, ასე ვთქვათ, შესაბამისი ლიტერატურა, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ძალიან ბევრ სამუშაოს ვახორციელებთ მიმართულებით რომ ფსიქოლოგები და ლოგოპედები რაც შეიძლება კომპეტენტური და კვალიფიციური ადამიანები მოვიზიდოთ საბავშვო ბაღებში და 16 წლის სექტემბრიდან ახალი სამომხდელო წლიდან ანუ შტატი კი დაშვებულია მაგრამ ყველა ბაღს არ ყავს ჯერ ფსიქოლოგი და ლოგოპედი მაგრამ ეს ეყოლება უკვე ისეთი შემთხვევაც ყოფილა მე პირადად გამიგია რომ ბაღში არსებობს ფსიქოლოგი მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალობაა და იგი თავის ფუნქციას არ ასრულებს და ეს მოცემულობები რო იყო პრობლემატური ამიტომაც ამოვწიეთ ეს თემა ჩვენ და მასწავლებლებს რაც შეეხება აღმზრდელებს რაც შეეხება ჩვენ რაც ახალი ბაღები გავხსენით და უნდა გავხსნათ თქვათ მიმდინარე წელს მათი გადამზადება მოხდება ანუ თქვენ მესაუბრებით აღმზრდელებზე მაგრამ ასევე 2016 წლის ბიუჯეტში პირველად ჩაიდო ანუ მოცულობითი თანხა იმისათვის რომ გადამზადდეს ასევე აღმზრდელები და მეთოდისტები მოქმედ საბავშვო ბაღებში რა თქმა უნდა ჩვენ მთლიანად ვერ მოვიცავთ ყველა საბავშვო ბაღის ყველა ჯგუფი
ჯგუფის აღმზრდელს გამომდინარე იქიდან რომ 1440 ჯგუფია დღეს თბილისის საბავშვო ბაღებში და ეტაპობრივად მაგას ვამბობ რა ანუ 2016 წლის განმავლობაში ჩვენ დავიწყებთ აღმზრდელების და ყველაზე დიდი რაოდენობით რა თქმა უნდა მოხდება წელს აღმზრდელების გადამზადება მაგრამ ამავდროულად მომავალ წელსაც გაგრძელდება ეს პროცესი ეს არის მუდმივი პროცესი ვინ იღებს მონაწილეობას გადამზადებაში და ზოგადად რა პროცესია ანუ ჩვენ ვაცხადებთ ამ მიმართულებით ტენდერს და ტენდერში გამარჯვებული კომპანია ანუ ორგანიზაცია ახორციელებს ამის გადამზადებას მე ძალიან ყვაყოფილი ვარ პირველი გადამზადების შედეგებით ანუ რომელიც განახორციელა ილიას უნივერსიტეტმა და ანუ ჩვენ ტენდერს გამოვაცხადეთ და ნებისმიერ თქვათ აი იქ არის საკვალიფიკაციო მოთხოვნები თქვათ ჩვენ გამოთხოვნები გვაქვს უნდა აკმაყოფილებდეს რა თქმა უნდა და არის ისეთი ორგანიზაციები რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ წლების განმავლობაში და მე ვფიქრობ რომ ამ მიმართულებითაც ინტერესი დიდი იქნება ახალ ბაღებს გავხსნით თუ აღნიშნეთ ანუ მშენებლობა მიმდინარეობს როდისთვის იგეგმება და ძალიან მნიშვნელოვანია გითხოთ რომ იმიტომ რომ საბავშვო ბაღისთვის ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობის არის მდებარეობა და ასევე ის რომ მას უნდა ქონდეს ხო და უნდა ქონდეს ანუ როგორ შეერჩეთ რაიონები და რის მიხედვით მოხდა ასე ვთქვათ ახალი მშენებლობების ლოკაციების მოძიება გათვალისწინების თუ იქნება ესეც ინფრასტრუქტურა დიახ მერიის ახალი ადმინისტრაციის და საკრებულოს ქალაქ თბილისის საკრებულოს ყველაზე დიდი ასე ვთქვათ პოზიტივი მათი მხრიდან იყო ის რომ მათ პრიორიტეტად დაასახელეს საბავშვო ბაღები 2014 წელს მოსვლისთანავე და ჩვენ მივიღეთ დავალება როგორც მერიიდან ასევე საკრებულოდან რომ პირველ რიგში განგვეხორციელებინა იმ ასე ვთქვათ ყველაზე რთული პრობლემების მოგვარება რომელიც საბავშვო ბაღების სისტემაში იდგა და აი ამ ინფრასტრუქტურის მიმართულებით საბავშვო ბაღების ძალიან დიდ ნაწილს ღობეები არ ქონდა ანუ 70 ბაღს პრაქტიკულად ფოტოშორის ამ პროცესს წინ უძღოდა და ძალიან ბევრი საბავშვო ბაღის დახურვა მოგახსოვს 50-მდე საბავშვო ბაღი დაიხურა წინა წლებში და უმეტესი მათგანი იყო ვთქვათ ამორტიზირებული ნაწილში სოციალურად დაუცველი ფენების და განუთავჯახებელი საბავშვო ბაღებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს რომ ხელახლა გაიხსნას რა თქმა უნდა ჩვენ ანუ იქ სადაც შესაძლებელი იყო ვთქვათ სარემონტო სამუშაოების განხორციელება ეს დახურული ბაღების სამართლებრივად აღვადგინეთ დავიბრუნეთ და იქ გავხსენით ახალი სამშობლო ჯგუფები ის ადამიანების ალტერნატიული ფართი დაკმაყოფილება მოხდა მაგრამ გარდა ამისა ვთქვათ ის ბაღები რომელიც დახურული ბაღებზე მოსაუბარი რომელიც ამორტიზირებული იყო და არ ექვემდებარებოდა სარემონტო სამუშაოებს ჩვენ სამხარაულის ექსპერტიზის დასმის საფუძველზე მოვახსენეთ ამ შენობების დემონტაჟი და დავიწყეთ ამ ტერიტორიებზე აშენება ან დახურული ესე რომ ვთქვათ დახურული ბაღების ერთგვარი ახალი სიცოცხლე დავიწყეთ აი ამ ტერიტორიებზე ანუ ეს ტერიტორია ათვისებული იქნება ისევ ამ მიზნით და ეს ბაღები დახურული იყო ზუსტად იმ ადგილებში სადაც ყველაზე მწვავედ იდგა პრობლემა თავისუფალი ადგილების ნაკლებობის და თუნდაც დღესდღეს იგივე ვთქვათ ახალი ბაღი რომელიც გავხსენით მოსკოვის გამზირზე მეხუთე კვარტალში ეს იყო დახურული 128 ბაღი თქვენ რომ ნახოთ ადგილი სადაც ეს ბაღი აშენდა ანუ ირგვლივ კორპუსებია ძალიან ბევრი და შუაში ეს ადგილი არ ვიცი მე დღესაც ვერ ხსნი რატო დაიხურა ეს ბაღი და იქ ახალი ბაღი აშენდა ასევე გარდა ამისა 6 ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო 2015 წელს ნაწილი ამ ბაღებისა დასრულდა ჩვენ გეგმავთ 3 საბავშვო ბაღის ეს არის მანჯგალაძის ქუჩაზე ნაძალადევის რაიონში ასევე დანის პირველ მიკრორაიონში ბოჭორიშვილის ქუჩაზე და ზემოფონიჭალაში კრწანისის რაიონში ამ 3 ბაღის გახსნას გეგმავთ აპრილის ბოლო მაისის პირველ კვირაში ეტაპობრივად გავხსნით ამ ბაღებს ხოლო დანარჩენ 3 ბაღს ალბათ სექტემბერ-ოქტომბრის თვეში, როდესაც საბოლოოდ დასრულდება ამ საბავშვო ბაღების აღჭურვა, კადრებით დაკომპლექტება და სექტემბერ-ოქტომბერში გაიხსნება ეს ბაღები. ანუ რეალურად სექტემბერში უკვე შეუძლია 6 ბაღმა ფუნქციონალურად. ანუ ერთმა დაიწყო უკვე იანვარში. არა, სექტემბრისთვის იქნება რომ მიიღოს ბავშვების ნაკადი. აპრილის ბოლო მაისის პირველ რიცხვებში კიდე რამდენიმე ბაღი დაიწყებს მუშაობას, მაგრამ გარდა ამისა მინდა ხაზი გაუსვა ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს. ჩვენ წელს დავიწყებთ სხვადასხვა პერიოდში, უფრო მაისიდან ახალი, ანუ კიდევ 10 ბაღის მშენებლობის დაწყება დაგეგმილი, დაიწყება ვთქვათ რამოდენიმე ბაღის მაისში, ივნისში, ივლისში, ეტაპობრივად რა თქმა უნდა. და მე ვფიქრობ, რომ აღნიშნული ტენდენცია უნდა გაგრძელდეს 2017 წელსაც, გამომდინარე იქიდან, ანუ ჩვენ კი მოვახსენეთ
ახერხეთ მსხვილი თქვათ პრობლემების მოგვარება, ცენტრალური გათბობები, იგივე სველი წერტილების მოწესრიგება, ღობეები და ასე შემდეგ სარემონტო სამუშაოების განხორციელება ძალიან მსხვილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები განხორციელდა ზაფხულში 2015 წლის 125 ბაღში ჩატარდა სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები. ეს იყო მართლაც დიდი სამბაღების მოდერნიზაციის მოდერნიზაციამდე უკვე ძალიან უკვე შეიძლება ამ თემებზე ფიქრი, მაგრამ აი ეს ძალიან როგორ გითხრათ ელემენტალური საკითხების მოგვარება, მაგრამ მსხვილი პრობლემების მოგვარება იყო ჩვენი ამოცანა და მე მინდა ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ თანამშრომელს თბილისის ბაღების სააგენტოს ყველა თანამშრომელს მინდა უღრმესი მადლობა უთხრა იმ გუნდს, რომელმაც მართლაც ღამეები ათენეს იმისათვის, რომ ამ მოკლე პერიოდში, წელიწად ნახევარში მართლაც ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული თუ სხვა ღონისძიებები განახორციელეს. ახლა ბუნებრივია ყველანაირი ეს ინფრასტრუქტურული პრობლემა იქნება მოგვარებული, ხო? თქვათ ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობებით. თბილისის ყველა საბავშვო ბაღი, რომელიც შენდება, რომლის აშენება დაიწყო შარშანა, რომლის მშენებლობა დაგეგმილია წელს და რომელიც აშენდება მომავალ წლებში. ყველა საბავშვო ბაღი იქნება ადაპტირებული, მაგრამ გარდა ამისა მინდა ოღონდ ადაპტირება მხოლოდ პანდუს არ გულისხმობს. ბუნებრივია ამ შემთხვევაში. ხშირად ხდება, რომ ამბობენ, რომ ადაპტირებულია და გულისხმობენ, რომ მხოლოდ პანდუსი არის შესაძლებელი. მე საუბრობ იმ მინიმუმს, რაც ყველა ბაღში უნდა იყოს, მაგრამ გარდა ამისა, აი თუნდაც ის მინიმუმი, რასაც პანდუსებთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე ტენდერი გვაქვს გამოცხადებული თბილისის 40-მდე საბავშვო ბაღში, ანუ რის საშუალებასაც გვაძლევს ბიუჯეტი, პანდუსები რომ მოვაწყოთ. ანუ მინიმალური პირველი ეტაპი მოქმედ საბავშვო ბაღებში ვამბობ, იმიტომ რომ მოქმედ საბავშვო ბაღებში პანდუსები არ არის და ეს ძალიან პრობლემა არის, ანუ პირველი ეტაპი ჩვენ ჩავთვალეთ და ესე დავგეგმეთ, რომ პირველ ეტაპზე მინიმალური, ანუ 40-მდე ბაღში პანდუსი მაინც გავაკეთოთ უნდა წელს და ვცდილობთ, რომ ეს ტენდენცია არ გავაჩეროთ, ეს რეფორმები, რომელიც დაწყებულია თუნდაც კვების მიმართულებით, სამგზელო მეთოდოლოგიური მიმართულებით, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, თუ ასე შემდეგ ეს რეფორმები არ უნდა გაჩერდეს და მე ერთხელ განცხადებაც ანუ ერთ-ერთ მედია საშუალებაში საუბარი იყო თქვა ადრეული სკოლამდელი განათლების შესახებ კანონ პროექტზე, რომელიც ინიცირებულია პარლამენტში, მაგრამ ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება ანუ თბილისში, რომელიც დაიწყო 15-ში და გრძელდება 16-ში, ჩემი აზრით, იგივე ინფრასტრუქტურული თუ სხვა მიმართულებით ალბათ რეგიონებშიც უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ რეგიონებიც დადგებიან იმ პრობლემების წინაშე და იგივე გადამზადების მიმართულებით, იგივე კვალიფიკაციის ამაღლების ყველა იმ მიმართულებით, რა თქმა უნდა, რაც თბილისის მაგალითზე შესაძლებელია, ანუ ის შეცდომები და ის ხარვეზები, რაც ვთქვათ ამ რეფორმებში ჩვენ ვნახეთ. გათვალისწინებული რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია გაუზიაროთ გამოცდილება. ჩვენი საუბრის ბოლოს ერთი შეკითხვა მაქვს. ის რომ ძალიან ბევრი საბავშვო ბაღი დაემატება, ეს ნიშნავს იმას, რომ სექტემბერში ახალ სასწავლო წელს ბავშვების რეგისტრაციის დროს მშობელს არ შეექმნება პრობლემა და მისი ბავშვი არ დარჩება ბაღის გარეშე. მახსოვს ჩვენ შარშანდელი რეგისტრაციის პერიოდი და თუნდაც სოციალური ქსელი აფეთქებული იყო უბრალოდ შარშან თქვენ მოგეხსენებათ, რომ ანუ ის აღსაზრდელები, რომელიც სკოლაში უნდა წასულიყვნენ, ესეთი აღსაზრდელები, ანუ კანონში მიღებული ცვლილების შესაბამისად, ჩვენი ბაღის ბენეფიციარები დარჩნენ. გამომდინარე აქედან ეს ბავშვები, ანუ 5000-მდე აღსაზრდელი ჩვენი ბაღის ბენეფიციარები იყვნენ და მათ გაიარეს სასკოლო მზაობის პროგრამა, რომელიც თბილისის 161-ვე ბაღში დაინერგა 2015 წლის ოქტომბრიდან უბრალოდ. გარდა ამისა, მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ წელს, რა თქმა უნდა, ჩვენ დავამატეთ ახალი ჯგუფები, თუნდაც ახლა დაემატება რაოდენობა ბავშვების, რომელიც ის სამი ბაღი, რომელიც გაიხსნება აპრილ-მაისში, ხო? რა თქმა უნდა, ციფრი მეტი იქნება, მაგრამ ის რომ ჩვენ მოვახერხებთ 2016 წლის სექტემბრისთვის ყველა იმ სურვილის, მოდი ესე ვთქვათ, დაკმაყოფილებას, რომელიც სწორად გამიგეთ, ანუ მე მინდა სწორი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას, ჩვენ რამოდენიმე 1000-ით მეტის მიღებას, რა თქმა უნდა, შევძლებთ, მაგრამ ის რომ აბსოლუტურად ყველა მსურველის დაკმაყოფილებას შევძლებთ 2016 წლის სექტემბერში, ეს ასე არ არის. ალბათ საბოლოო მიზანი ის არის, რომ ყველას დაკმაყოფილება. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა, ჩვენი დავალება ის არის, რომ ჩვენ ყველა აღსაზრდელი უნდა უზრუნველყოთ შესაბამისი პირობებით, შესაბამისი ადგილებით
და 3000-მდე აღსაზრდელის მიღება 3000-ზე მეტი აღსაზრდელის მიღება შევძელით მარტო ამ ერთი წლის განმავლობაში 85 ჯგუფის დამატებით მოქმედ საბავშვო ბაღებში გარდა აშენებისა ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობთ. ანუ თემა არის ესეთი რა. წლების განმავლობაში იმდენად არაფერი არ გაკეთებულა ამ სისტემის გაჯანსაღებისთვის ინფრასტრუქტურული ღონისძიება ჩვენ ვიყეთ ძალიან ფორს-მაჟორულ რეჟიმში მუშაობა, მაგრამ დიახ, დიდი ნახტომების კეთება და ეს სახეზეა, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ როგორც რეფორმები, ასევე ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, ასევე ახალი ბაღების მშენებლობა და მე ვფიქრობ, რომ 2018 წლის ბოლოსთვის უკვე ეს ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც შეეხება ადგილების ნაკლებობას და ანუ გარეთ დარჩენილი აღსაზრდელების ან ერთ აღსაზრდელსაც ესეთი პრობლემა აღარ გვექნება. იმედი დიდი მადლობა ცოტა მოწმინება მე მგონი კიდევ. მოუწევთ გამოიჩინოთ. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგწონებისთვის, იმისთვის რომ გაგვაცანეთ მონიტორინგის შედეგები და ჩაგვახედეთ საბავშვო ბაღებში რა მდგომარეობა. ჩვენ და შევისვენოთ ახლა და რეკლამის შემდეგ როგორც გაცემის დასაწყისში ვთქვი, პოეზიას დავუთმობთ შემდეგ ნაწილს დაგველოდეთ. ნატო მოამზადა ერთი ლექსი, რომელსაც ძალიან ხმამაღლა და გამახმის დაიკითხავთ. დაგველოდეთ.